სამყარო მშვიდობის სამეგობრებო, თქვენ ტაროს ხელოვნების გვერდზე მოხვდით, ძალიან მომინატრეთ, მინდა გითხრათ, ვინც ჩემი აქტიური მაყურებელი ხართ, აქტიურობთ კომენტარების სახით, ლაიქების სახით, უღრმეს მადლობას გიხდით ყველას, მიუხედავად იმისა, რომ არ ამიტვირთავს გარკვეული პერიოდი არანაირი ვიდეო, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, მადლობას გიხდით ასეთი ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, იმიტომ რომ თქვენ მაძლევთ ამ мотивაციას, თქვენ მაძლევთ, ასე რომ ვთქვათ, აი ამ ცეცხლს ჩემს გულში, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად ვაკეთო და კიდევ უფრო მეტი რამ გავაკეთო თქვენთვის. ეს პერიოდი, რაც წასული ვიყავი, არ ვიყავი ბოლომდე წასული, ესე რომ ვთქვათ. არამედ ეს იყო ჩემი განვითარების პერიოდი, კიდევ უფრო მეტად ძალიან სერიოზული სულიერი ტრანსფორმაციები გავიარე, მინდა გითხრათ ამ პერიოდში, ხმაური თუ შემოდის, ბოდიშ გიხდით ჩემი მეზობელი რაღაცებს აკეთებს გარეთ და იმედია ხმა ძალიან შემაწუხებელი არ იქნება. ეს პერიოდები ბოლომდე მქონდა დათმობილი ვორქშოპებისთვის, მინდოდა რომ გქონოდათ შესაძლებლობა, ვისაც ასე რომ ვთქვათ, არ გქონდათ აქამდე ჩემთან პირადად შეხება, საშუალება მოგცემოდათ და ამ ფორმით მაინც გადავკვეთილიყავით ერთმანეთთან. მე შევეცდები, რომ ასეთი ტიპის ვორქშოპები თვეში ერთხელ მაინც გავაკეთო ხოლმე თქვენთვის. ჩატარდა უკვე რეგრესული ჰიპნოზის პრაქტიკა, ასევე ჩატარდა მედიტაცია ჩაკრებზე და გარდა ამისა, ვინც ხართ ზოგადად მსგავსი ტიპის ღრმა განვითარებისთვის მზად, თქვენთვისაც მაქვს ჩემი ძვირფასებო ძალიან მაგარი პროგრამები. პირველ რიგში გეტყვით, რომ შევქმენი სპეციალურად თქვენთვის მედიტაცია ჩაკრებზე, რომელიც ორიენტირებულია მთლიანად თქვენი ჩაკრების სრულფასოვან განთავისუფლებაზე და ენერგიით დამუხტვაზე, იმიტომ რომ არ დარჩეს სარიელი ადგილები და კიდევ უფრო მეტად შეივსოთ და განვითარდეთ. ეს ყველაფერი არის ნაერთი აღმოსავლეთისა და დასავლური კულტურისა, რომელიც ჩემი ნაწილია, ორივე მხარე არის ჩემი ნაწილი და ამ ორი მიმართულებით მოღვაწეობ, მოდი ვიტყოდი მთელი ცხოვრება, თუმცა მქონდა ადრე ასეთი ტიპის გაორებები, რომელი მხარე ამერჩია, თუმცა სიმართლე გითხრათ, როგორც მე ვიგრძენი და მზაობა შემოვიდა ჩემში, საერთოდ არ არის საჭირო ავირჩიო რომელიმე ერთი, არამედ შემიძლია ამ ორის თანხვედრით სრული კომბინაცია მოგცეთ სულიერებისა და მატერიალური კეთილდღეობის ნაწილში, იმიტომ რომ ამ ორის ნაერთი იძლევა სულიერ სიმშვიდეს და ფიზიკურ კეთილდღეობას. შესაბამისად, ეს ორი რეზონანსი ერთმანეთთან იძლევა სრულყოფას, მე ესე ვიტყოდი, თუ კი ამას რა თქმა უნდა აკეთებთ მუდმივად აპრაქტიკებთ და ასე რომ ვთქვათ, ანვითარებთ თქვენს ცნობიერებაში ამ კონკრეტულ ინფორმაციას. დღევანდელი ჩვენი გაშლა დაკავშირებული არის კონკრეტულ ეტაპთან, რომელიც გავიარეთ ოსტარას პერიოდში და ეს ენერგიები ჯერ კიდევ აქტიურია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, როდესაც მე ახლა თქვენ ვიდეოს გიწერთ, ოსტარა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ეს ენერგიები მომდევნო ბუნიაობამდე იქნება აქტუალური. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის ეს გაშლა დაგვიანებული, პირიქით, სულ მალე ვინც ქრისტიანი მაყურებელი მყავს, თქვენთვის შემოვა აღდგომა, რომელიც თითქმის მსგავსი ინფორმაციული მატარებლით სარგებლობს ამ სისტემაში, მოდი ესე ვიტყვი. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს გაშლა თქვენთვის საკმაოდ დიდხანს იქნება რეზონანსული. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უყუროთ ამ გაშლას, არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩართეთ, არ აქვს მნიშვნელობა ოსტარაზე მიყურებთ, აღდგომაზე მიყურებთ, თუ არ ვიცი, ახალ წელს მიყურებთ თუნდაც. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა როდის მიყურებთ. ნებისმიერ დროს ეს გაშლა იქნება თქვენთვის აქტუალური. მაქვს წარმოდგენილი თქვენთვის სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი გვექნება აი ესეთი Golden Dawn-ის სისტემიდან ტარო. მეორე ვარიანტი გვაქვს ჰერმეტიკის დასტა. და მესამე ვარიანტი გვაქვს Light Seer.
ძალიან საინტერესო გაშლა გველის ვგონებ წინ. შესაბამისად, ეცადეთ შეაჩეროთ თქვენი ორიენტირი ამ ვარიანტებზე. სიგნიფიკაციისთვის მოდი გამოვიყენოთ ესეთი მთის ბროლი პირველი ვარიანტისთვის. თმიანი კვარცი გამოვიყენოთ მეორე ვარიანტისთვის და გამოვიყენოთ მოდი ციტრინი მესამე ვარიანტისთვის. გონი ეს უფრო კარგი იქნება. უკეთესად აღიქვათ რა? აი ეს. ამოირჩიეთ ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი შედარებით ნაკლებად ჩანს მეგონი. ამოირჩიეთ ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი და ჩვენ ნელ-ნელა გადავალთ გაშლაზე. ჩვენი ძირითადი მიმართულება იქნება აღებული იმაზე თუ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან და რა შემოდის სანაცვლოდ, ასევე რა გვაქვს შესაძლებელი ხო ამ პერიოდში და რა ძალები შემოდის და ასე შემდეგ. ყველაფერს ნახავთ პროცესში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა, გამიხარდება კომენტარების ველში თუ კი დამიწერთ თქვენს აზრს ამასთან დაკავშირებით, თქვენს ისტორიას, რამდენად რეზონირებს ეს ყველაფერი თქვენთან. ამავდროულად მითითებული იქნება, ასე რომ ვთქვათ, მხარდაჭერის ანგარიში, სადაც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი სიმბოლური თანხა ჩამირიცხოთ, რა თქმა უნდა, სურვილისამებრ გაშლები უფასო ასრულიათ. უბრალოდ ეს იქნება თქვენი გამოხატული მადლიერება იმისათვის, რომ მომცეთ მეტი мотиваცია გაშლების ჩაწერისთვის და მეტი мотиваცია, რომ გაგიზიაროთ ინფორმაცია სხვადასხვა ეზოთერულ საკითხებზე. თქვენ ისიც რომ არ მიყვები ხოლმე ეს სტანდარტულ მიმართულებებს, შესაბამისად რაღაცა ვცდილობ, რომ მომენტალურ პროცესებს ავყვე და ასე დროულად მოგაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია, რომელიც იმ მომენტში აი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხანდახან, ხო? კარგი. იმედი მაქვს ვარიანტები უკვე აირჩიეთ, მე კი დავიწყებ პირველი ვარიანტით, მეორე და მესამე ვარიანტს დროებით გადავდებ. როგორც ჩანს, ჩვენმა ჩხირმა ცოტა მტვერი დაგვიტოვა. არა უშავს. კარგი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც ამოირჩიეთ მთის ბროლი. აი, აქ დავდებ. ნახოთ, რას წაიღებს თქვენგან ეს პერიოდი. ანუ რა მიდის თქვენგან. ნეგატიური გაგებით არ გაიგოთ ეს რას წაიღებს პირიქით. ანუ რა მიდის თქვენი ცხოვრებიდან, რას წაიღებს ეს პერიოდი. რას წაიღებს ეს პერიოდი თქვენგან? რას მოიტანს თქვენკენ? რა უნდა გაატანოთ ამ პერიოდს? რა ძალას მოგცემთ ეს პერიოდი? და მესიჯი ამ პერიოდის სულის ენერგიისგან. ამ პერიოდის სულის ენერგია ძირითადად როცა მიახლავშლი არის წყალი, იმიტომ რომ გაიღვიძა წყლის სტიქია. დაგვიწყეს თორა კიდევაც არკანმა, თუმცა მოდი ვნახოთ რა იქნება.
ნახოთ, ძალიან საინტერესო გაშლა გვაქვს, მინდა გითხრათ. ნახოთ, რას წაიღებს თქვენგან ეს პერიოდი. ამოგვდის არკანი მეეტლე. ამ შემთხვევაში ატუ, იმიტომ რომ ეს ნაწილობრივ თოტის ტაროს სისტემაზე არის დაფუძნებული, იმიტომ რომ გვაქვს ასე რომ ვთქვათ, სისტემა აი მთლად თელემა ეს არ არის, უფრო Golden Dawn-ი კიდე სხვა ორდენი იყო და მათთან დაკავშირებული სისტემები მაინც ახლოა ერთმანეთთან. შესაბამისად, მოდი როგორც წესი და რიგია, წავიკითხოთ ისე. ვნახოთ, რას წაიღებს ეს პერიოდი თქვენგან. თქვენგან ეს პერიოდი წაიღებს, ვიტყოდი, წარსულს. წარსულთან დაკავშირებულ მოვლენებს და თქვენს დუალობას. შეიძლება გარკვეულ საკითხებში იყავით ორად გაყოფილი. რა გადაგიწყვიტათ? რატომ უნდა გადაგეწყვიტათ? რაღაცა განხეთქილებები ან ძირითადი პრობლემა, რომელიც გქონდათ დამოუკიდებლობის ნაწილში, ასევე უპასუხისმგებლობის ნაწილში, ეს ყველაფერი წავა ამ პერიოდში თქვენგან. ამავდროულად გაირეცხება თქვენი გზები ზედმეტი ხათაბალებისგან, აი თითქოს ხელის შემშლელი ფაქტორები, რომელიც განვითარებაში გაფერხებდათ, აი ეს პერიოდი ამას აიღებს თქვენგან. ამავდროულად მოგეცემათ შესაძლებლობა ამ პერიოდში წარსულთან გაწყვიტოთ კავშირი, ოღონდ არა იმ ნაწილში, რომ აი საერთოდ მოკვეთოთ, არამედ არ იყოს ზედმეტად მიჯაჭვულობა წარსულზე, არამედ იყოს ეს გამოყენებული როგორც გამოცდილება და როგორც გააზრება სამომავლო პერსპექტივებისთვის. რას მოიტანს თქვენთან ეს პერიოდი? ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაქვს აქ, სხვათა შორის ძირითადად მაღალი არკანები გვაქვს თუ დააკვირდით. ეხლა ხანს დავაკვირდი, რომ აბსოლუტურად ყველა მაღალი არკანია ხალხო. წარმოიდგინეთ, ზომიერება, არკანი მეეტლე, ბურბალი, ვარსკვლავი, იმპერატრიცა და მთვარე. არ ვიცი, ეს არის სუფთად გარმული პერიოდი თქვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხების წინაშედ გახართ, მინდა გითხრათ. ხო, აქ შემოდის თქვენს ცხოვრებაში რა? შემოდის მოიტანს ეს პერიოდი იმას, რომ თქვენ ძალიან სერიოზულ კავშირს დაამყარებთ თქვენს ინტუიციასთან, თქვენს უმაღლეს მესთან და სამყაროს ინფორმაციასთან. თითქოს უფრო მეტად გაიხსნებით სულიერების ნაწილში, თქვენ შემოქმედებით ბუნებას უფრო მეტად გახსნით. ნახეთ, როგორი საინტერესო რეზონანსი გვაქვს აქ ზომიერებისა და ვარსკვლავის არკანში, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით ვიტყვი, რომ თქვენ იპოვით თქვენი განკურნების წყაროს. იქნება ეს ტრაუმული განკურნება, იქნება ეს ფიზიკური განკურნება, თუ ფსიქიკური განკურნება, იმიტომ რომ აქ სუფთად გადიხართ წმენდის პროცესს. პირდაპირ ვიტყვი, არ ვიცი, კოლეგები შეიძლება მიყურებდეთ, ან ისეთი ადამიანები, ვინც ზოგადად წმენდებს იტარებთ ხოლმე, შესაძლოა ეს თქვენთვის სტადის წერტილია, სადაც წმენდებს გადიხართ. აქ ძალიან ბევრი გაქვთ აშკარად ნამუშევარი თქვენს თავზე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ასეთი შედეგი ესე ჰაერიდან ფიზიკურად არ მოდის. შესაბამისად, თქვენს ცხოვრებაში შემოდის არა მხოლოდ ეს კავშირები, არამედ თქვენი კონკრეტული შეიძლება სულაც ერთი სურვილი იყოს, ასრულება. რაღაც რაც ყველაზე მეტად გინდოდათ ან მუშაობდით ამაზე, აი ასეთი სურვილის ასრულება შემოდის თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს უკვე გეკუთვნოდათ. ეს უნდა მოსულიყო ზუსტად ახლა, აი ამ ღვთიურ დროს, როცა უყურებთ აი ამ გაშლას, უკვე ეს ენერგიები ჩატვირთულია თქვენს ცხოვრებაში. რა უნდა გაიტანოთ თქვენი ცხოვრებიდან აი ამ პერიოდს, რა უნდა გაატანოთ უშუალოდ ამ სიტუაციაში. უნდა გაატანოთ ყველას და ყველაფრის მამიდობა, დედობა. ხო, ნახეთ მეგობრებო, თქვენ აშკარად იყავით პიროვნება, რომელიც ყოველთვის ორიენტირებული იყო იმაზე, რომ აი, მოდი ყველა კარგად იყოს, ყველაზე მე ვიზრუნებ, ყველას მე გავუკეთებ, ყველას მე მოვუვლი, ყველას მე გავუზიარებ სიყვარულს და ამ დროს სად ვარ მე, ხო? ანუ თქვენი თავი იკარგებოდა, იმიტომ რომ სანამ თქვენ ყველას მამიდობით იყავით დაკავებული, ყველა მიცხოვრა თქვენს მაგიურად, ხო? აი თქვენ დარჩით თქვენი ცხოვრების გარეშე, იმიტომ რომ სულ ცდილობდით, რომ გეზრუნათ სხვა ყველაზე საკუთარი თავის გარდა. აი ეს მამიდობა უნდა გაატანოთ ზუსტად, ყველას მამიდობა უნდა გაატანოთ ზუსტად ამ პერიოდს.
კარგია ხანდახან თუ თქვენს მიღებელი გახდებით სიყვარულის და არ იქნებით მხოლოდ გამზიარებელი, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს დაბალანსებულად, ხო? სადაც თქვენ ენერგიას აზიარებთ სწორად, უნდა იღებდეთ შესაბამის პასუხსაც, ხო? შესაბამისად, თუ სადღაც ენერგიას დებდით ისე, რომ ვერ გრძნობდით დაფასებას და ვერ იღებდით ამას, უნდა შეწყვიტოთ ასეთ ადგილას ენერგიის ჩადება, იმიტომ რომ ეს იქნება ფუჭად დაკარგული დრო. ყურადღებით მოიპყარით ამ მხრივ თქვენს თავს და თქვენს რესურსებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემოქმედებითი ენერგია არსებობს თქვენში და ნუ გააკეთებთ ამას ისე, რომ ყველას ნუ გამოაყენებინებთ თქვენს შემოქმედებით ბუნებას საკუთარი თავის გარდა, იმიტომ რომ სადაც ამ ენერგიას აზიარებთ, ეს უნდა იყოს აუცილებლად დაფასებული და შედეგი დანახული, იმიტომ რომ იმპერატრიცა გახლავთ ერთგვარი დედოფლის ყველა არქეტიპის მატარებელი, ხო? რომელსაც, როდესაც ენერგია აქვს გაზიარებული, მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული შედეგი ამისგან მიღებული, ნებისმიერი სახით. შესაბამისად, თუ თქვენ ამ მხრივ ამ დაფასებას ვერ გრძნობთ, შეცვალეთ მიმართულება ენერგიის ჩადების თვალსაზრისით. ანუ არაკეთოთ სიკეთე იქ, სადაც საერთოდ არ ჭირდებათ თქვენი სიკეთე, ხო? იმიტომ რომ ვირთხას სოროდან ამოყვანით ვერ გადაარჩენ. შესაბამისად, ყურადღება მიაქციეთ ამ წერტილებს. რა ძალას მოგცემთ ეს პერიოდი ყველაზე მეტად? თქვენ მოგეცემათ თვარის არკანით ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ისწავლოთ ილუზიისა და რეალობის გარჩევა ერთმანეთისაგან და ამავდროულად მეგობრებო, თვარის არკანი, როდესაც ესეთი მრავალფეროვანი კარტები გვაქვს ირგვლივ, პირდაპირ დაკავშირებულია ექსტრასენსორიკასთან. თქვენ შეიძლება გაგიღრმავდეთ კავშირი მეორე ფარდის მიღმა, როგორც სიტყვიან, შეიძლება სხულებთან დაკავშირების ნაწილში, თუ კი პრაქტიკოსები მიყურებთ, ან სულაც შეიძლება თქვენი ინტუიცია და სიზმრები მეტად უფრო მკაფიო გახდეს, მეტად უფრო ინფორმაციული გახდეს. ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი მთლიანად თქვენთვის მომნიჭებელი იქნება იმ ენერგიისა, რასაც ქვია ხედვა და ექსტრასენსორიკა. არ შეგეშინით მეგობრებო ამ ენერგიით, პირიქით შეცადეთ, რომ მეტად უფრო შეიცნოთ და გაიცნოთ თქვენი თავი ამ ფორმით, იმიტომ რომ თქვენ უკვე გამოვლინებას იწყებთ. ან შესაძლოა გადადიხართ ახალ ფაზაში, უფრო გაღრმავებაში, სხვათა შორის არ ვიცი რატომღაც გავამახვილე ამაზე ყურადღება, ვიღაც ძალიან მკაფიოდ უკავშირდება აქ ჰეკატესსა და ლილითის ენერგიებს, ამიტომ აი ამ თქვენი ბნელი ცოტა ცუდად გაგებულია ზოგიერთისთვის, მაგრამ თქვენ მიხვდებით, რასაც გულისხმობ, ბნელი ქალური ენერგია, რომელიც საჭიროებს გაღვიძებასა და მართვას. არ არის აუცილებელი დათრგუნული იყოს ეს, არამედ უნდა იყოს დანახული, შემჩნეული და მიღებული. თუ როგორ გამოიყენოთ მე ეს, თავად ისედაც მიხვდებით ცხოვრებისეულ პრაქტიკაში, ხო? კარგი. ნახოთ მესიჯი აი ამ პერიოდის სულისგან რა იქნება თქვენთვის. მიენდეთ პროცესს, მეგობრებო. ბორბლის არკანი პირდაპირ გვესაუბრება იმაზე, რომ თქვენი ყველა სურვილი, თქვენი ყველა ფიქრი, თქვენი ყველა ჩათქმული პრაქტიკა, intention, განზრახვები იქნება შესრულებული, ამიტომ ყურადღებით გამოიყენეთ ეს. ძალიან კარგი პერიოდი გიდგათ, მინდა გითხრათ, ძალიან მკაფიო პერიოდი გიდგათ. თან ვახსენე, რომ ეხლა როდესაც ამ გაშლას უწერ, არის ოსტარა და გვიახლოვდება აღდგომა, მეთქი რას გულისხმობს, ზუსტადაც რომ ორ სამყაროს შორის კავშირს. შესაბამისად, აი ეს თქვენი ხედვები, რაც გაღრმავდება, იქნება, რა თქმა უნდა, აი თუ ხედავთ აქ მაიმუნის არქეტიპს, ხო, ხშირად ეს ამ შემთხვევაში აქ როგორც ღმერთი ასეა წარმოდგენილი, თუმცა ინდუისტურ კულტურაში ეს ჩვენი მაიმუნი წარმოადგენს ენერგიას, რომელიც ხშირად, როდესაც ჩვენ გვეხსნება ჩვენი გონება, ჩვენი ინტუიცია, ჩვენი ხედვები, მოგვევლინება ხოლმე როგორც შიშები, მოგვევლინება როგორც ჩვენი დაუმუშავებელი ემოციები და ტკივილები, რომელიც აუცილებელია იყოს დანახული და დამუშავებული. შესაბამისად, ის საკითხები, რაც ამ პერიოდში თქვენთვის ამოტივტივდება, ამან არ შეგაშინოთ, არამედ ჩაინიშნეთ და დაიწყეთ მასზე მუშაობა, იმიტომ რომ
ყველაზე კარგად ახლა დავამუშავებთ ამას, იმიტომ რომ ზუსტად გეცოდინებათ პრობლემა რაში მდგომარეობს. საბოლოო ჯამში რომ განვიხილო, გვაქვს ძალიან სერიოზული გაშლა პირველ ვარიანტთან. საოცარია, მინდა გითხრათ, მით უმეტეს ამ დასტით, როდესაც ვშლი, მერწმუნებს ძალიან დიდ ენერგიას ატარებს ეს ყოველივე, ხო? შესაბამისად, მატერიალიზება თქვენი აზრების აქ ბევრად უფრო მკაფიოა, ბევრად უფრო სუსტია, ბევრად უფრო ასეთი ენერგიით სავსეა და შემართებით გისურვებთ, რომ გამოიყენოთ ეს ყოველივე თქვენში. ამავდროულად დავაკვირდი ძალიან საინტერესო რაღაცას. ნახეთ, გვაქვს 7-იანების კომბინაცია, 1-იანების კომბინაცია და აქ გვაქვს 3-იანი, რომელიც გვივსებს ამ წერტილებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ზუსტადაც ეს ყველაფერი მიმდინარეობს სულიერ პროცესში, ისევე როგორც მატერიალურ საზღვრებში, ხო, იმიტომ რომ 7-იანი ეს არის პირდაპირ კავშირი უმაღლეს ძალებთან, კოსმიურ ენერგიებთან, ხოლო 1-იანი გვესაუბრება ამ ყველაფრის ჩამოტანაზე მატერიაში. ყურადღება მიაქციეთ ამას, იმიტომ რომ ეს გამთლიანება, რომელსაც მოგიტანთ ეს პერიოდი, იქნება თქვენი ძალის პოტენციალის გამოვლინება მატერიალურ სამყაროში. წარმატებებს გისურვებთ პირველი ვარიანტი, გამიხარდებათ კი გამიზიარებთ თქვენს გამოცდილებას, გამიზიარებთ თქვენს აზრს, როგორ მიმდინარეობს თქვენი განვითარება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ისტორია, რასაც მე ახლა ვხედავ აქ, ძალიან გამიხარდება თქვენგანაც, რომ მოვისმენ ზუსტად რა პროცესებთან არის ეს თქვენთვის დაკავშირებული. წარმატებებს გისურვებთ პირველი ვარიანტი, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. ძალიან საინტერესოა. მეორე ვარიანტი გქონდა თმიანი კვარცი. გამოვიყენებთ ჰერმეტიკის დასტას. ნახოთ. რას წაიღებს ეს პერიოდი თქვენგან მეორე ვარიანტი? რას მოიტანს ეს პერიოდი? რა უნდა გაატანოთ ამ პერიოდს? რა ძალას მოგანიჭებთ ეს პერიოდი? და მესიჯი ამ პერიოდის სულისგან თქვენთვის. არანაკლებ კარმულ პერიოდს გადიხართ თქვენს მეორე ვარიანტი. ვერ დაგიკარგავთ. კარგი. ნახოთ. რას წაიღებს ეს პერიოდი თქვენგან? თქვენგან ეს პერიოდი წაიღებს პირდაპირ მნიშვნელობით ტრავმებს და ტრავმატულ გამოცდილებებს. ამავდროულად ვისაც გაწუხებდათ ყელის ტკივილი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, კი, ყელის ტკივილი, ზოგიერთის ეს კუჭის პრობლემები, ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, სმენის პრობლემები. ეს ყველაფერი ხედელობა სხვათა შორის, კი, წავა თქვენი ცხოვრებიდან. შეიძლება ამაზე მკურნალობდით, შეიძლება რაღაცა, არ ვიცი, პრაქტიკები გააკეთეთ და ამით ან უბრალოდ გამოგისწორდებათ ამ პერიოდში, ხო? არ ჩვეულებრივია ნებისმიერ შემთხვევაში.
ეს limiti თაღლილობა თუ რამე გქონდათ, ან მოსხოვებული ენერგიისგან გადაღლა, აი ესეც მიდის თქვენი ცხოვრებიდან. რაღაცა მუდმივი შფოთვები, განცდები, ტკივილები, აი შეიძლება სულ რაღაცა გაცნობიერება გქონდათ ბექებში წარსულზე. ანუ რაღაცა სიტუაცია მოხდებოდა, უცებ ეგრეთ წოდებულად დაგატრიგერებდათ ეს საკითხი, ისახებოდა თქვენზე, თქვენს გონებაზე, მერე ხარშავდით ამ ყველაფერს თქვენს თავში და მოკლედ დამთავრდა აი ამ შინაგანი ქვაბის პერიოდი თქვენთვის, ხო? იმიტომ რომ ეს ხარშვები აწი უკვე აღარ გჭირდებათ. რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? შემოდის იმპერატრიცა. Empress ამ შემთხვევაში არის პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, როდესაც თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე საკუთარი თავის ფასი და ეს წარსულის ტკივილები და გამოცდილებები, რომელიც გაიარეთ, თქვენ გაგხადათ აი ამათ იმპერატრიცად. ადამიანი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა განახლდეს და თავისი ტკივილი გამოიყენოს როგორც ძალა, თავისი ტკივილი გამოიყენოს როგორც ალქიმიური ინსტრუმენტი და გახადოს აი ეს მისი შემოქმედების წყარო, იმიტომ რომ თქვენ გახდებით ამ პერიოდში უფრო მეტად წარმატებული, უფრო მეტად კმაყოფილი საკუთარი თავით. სხვადასხვა ვიზუალზეც დაგეტყობათ ეს, რომ აი უფრო მეტად გალამაზდებით სითქოს, თქვენი ენერგია უფრო ხისტი გახდება, უფრო მზიდველი გახდება, უფრო თბილი გახდებით თვითონაც პიროვნულად, საკუთარი თავის პრინციპში უფრო მეტად შეგიყვარდებათ. რაღაცა თითქოს თქვენი ძველი გენეტიკური კოდების გარღვევა მოხდა აქ ჩემო ძვირფასებო და გააქტიურდა ახალი გენოტიპები, გენოკოდები თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი ეს სხვათა შორის RPT-ში და რეგრესულ ჰიპნოზში აი ამ პრაქტიკას როდესაც ასრულებთ, ზუსტად ასეთი შედეგი აქვს. შეიძლება აი ამასთან ან კონკრეტულად ეს პრაქტიკები ჩაიტარეთ, ან შეიძლება სულაც უბრალოდ რაღაცა ისე გადააწყვეთ თქვენი გონება, რომ ასეთი რეაქცია იქნება გამოწვეული შემდგომ თქვენს სხეულში. ხო, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ან ვიღაცამ შეიძლება გააქტიუროს პატარა ფემინური კოდები, ხო? ხო, ძალიან კარგია, იმიტომ რომ წინა პერიოდი მშვენიერი იყო ფემინური ენერგიების გასაღვიძებლად, ხო, ქალური ენერგიების და შემოვიდოდა ეს კარგად ჩაშენდებოდა თქვენს სხეულში. თუ მამაკაცები მიყურებთ, თქვენთანაც რატომაც არა, შემოვიდოდა უფრო მეტად ზრუნვის ენერგიები, თვითკმაყოფილების ენერგიები, არა ნეგატიური გაგებით, არამედ პირიქით, კარგი გაგებით, რომ თქვენ იმსახურებთ წარმატებას, იმსახურებთ ბედნიერებას, იმსახურებთ ყურადღებას, ხო? ქალისა და მამაკაცის შემთხვევაშიც ეს ორივე ნაწილი გათამაშდება ასე, თუმცა ეს უფრო ქალებს მოგეწონებათ. ძალიან მკაფიოს და კარგად, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი პრაქტიკა მუშაობს არაჩვეულებრივად, რაც არ უნდა ჩაკეტარებინათ აქ, ძალიან კარგი. ნახოთ, რა უნდა გაატანოთ ახლა ამ პერიოდს. რა უნდა გაატანოთ? უნდა გაატანოთ ყველას და ყველაფერს ჩემით მოუბუბლი პიროვნება. კვერთხების დედოფალი არის პიროვნება, რომელიც ხოლო თავის თავით მოქმედებს. ყველაფერი ჩემით მინდა გავაკეთო, საერთოდ არ მჭირდება ვინმეს დახმარება, მე უკეთესად ვიცი, მე უკეთესად გავაკეთებ, არავის არ შევაწუხებ და ჩემით ვიზავ. მოკლედ დამთავრდა მეგობრებო. თქვენთვის ეს დროა, ეგრეთ წოდებული უკაცრავად და ეს ორი ცალი მრგვალი ფორმის ინსტრუმენტი გადააბაროთ მამაკაცებს, ან სხვა ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ერთად გაიზიარებენ საქმეს, ხო? არ არის აუცილებელი ყველაფერი მარტო მაკეთოთ. წარმოიდგინეთ, როგორ შეგიმსუბუქდებათ ცხოვრება. მეორე ადამიანი თუ კი დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხებში, ხო? ნაკლებად დაიღლებით. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი რომ გააკეთოთ, თუმცა არ გჭირდებათ. როდესაც შეგიძლიათ საქმე გაინაწილოთ, რატომ უნდა აიღოთ ყველაფერი საკუთარ თავზე? გააზიარეთ ეს პასუხისმგებლობები თქვენს პარტნიორებთან, ან სხვა ადამიანებთან, თუნდაც მეგობრებთან, ხო? თუ კი ესენი ჩართული არიან ამ პროცესებში და გაინაწილეთ საქმე. არ არის აუცილებელი ყველაფერი მხოლოდ თქვენ აკეთოთ. ისწავლეთ გაზიარება, გადანაწილება. აი ეს თქვენი კვერთხების დედოფალი უნდა გაუშვათ.
რომ აი ყველაფერი ჩემით. ხო, სხვათა შორის მესმის მეგობრებო თქვენი მეც ასეთი ვიყავი თავის დროზე. კარგი. რა ძალას მოგანიჭებთ ეს პერიოდი? ეს პერიოდი მოგანიჭებთ პრინცესების პენტაკლი, პენტაკლების პრინცესების პენტაკლი. ხო, ეს პერიოდი მოგცემთ რას? უნარს და შესაძლებლობას მეტი ისწავლოთ და განვითარდეთ. პენტაკლების პრინცესა მეგობრებო არის საკმაოდ მოდი ვიტყოდი აი დადებითი კუთხით ფანტაზიური ადამიანი, ანუ ვისაც ძალიან ბევრი იდეა აქვს, კრეატიული ამ სიტყვას ვიხსენებდი. თქვენი კრეატიული მექანიზმები ახლა ყველაზე კარგად იქნება დანახული თქვენს ცხოვრებაში. ამავდროულად მოგიცემთ შესაძლებლობა რაღაცა ახალი ისწავლოთ. შეიძლება რაღაცა ახალ პროფესიას დაეუფლოთ, ან თუ პრაქტიკოსები მიყურავთ, მაინც მაგიურ პრაქტიკაში რაღაცა ახალი შეისწავლოთ, ან ახალი მიმართულება, ან ძველი კიდევ უფრო მეტად განავითაროთ. შეიძლება თქვენს პროფესიაში ვითარდებოდეთ უფრო მეტად, ან გადაწყვიტოთ რაღაცა ახალი პროფესიული წყაროს შესწავლა, ხო? არც შეიძლება აქამდე თქვენ იყავით ისეთი ადამიანი, რომელმაც თავის დროზე ახალგაზრდობაში რაღაცაზე ჩააბარა, მაგრამ აი როგორც ჩააბარა, ეგრე დევს დღემდე ის დიპლომი და ეხლა გადაწყვიტეთ, რომ რაღაცა მართლა გამოსადეგი ისწავლოთ, ხო? რაც მართლა გინდათ და მართლა გსურთ რომ განავითაროთ, რაც ძალიან კარგად გააღვივებს თქვენს შემოქმედებით ბუნებას და გააღვიძებს ენერგიას და პოტენციალს, რომელიც თქვენში ძალიან მომწონს, ძალიან კარგი ენერგიები გვაქვს, ძალიან სასიამოვნოა. ნახოთ ამ პერიოდის სულის მესიჯი, ქარის სულის, წლის სულის უკაცრავად ამ შემთხვევაში, რა იქნება მისი მესიჯი თქვენს ცხოვრებაში? ცხრიანების თასები გვეუბნება იმას, რომ მიყავით კმაყოფილი იმით, რასაც მიაღწიეთ, შეირგეთ, რაც გააკეთეთ, რაც შექმნით, იმიტომ რომ თქვენ პირველ წერტილებს უკვე მიაღწიეთ თქვენი წარმატებისა, თუმცა არ მოდუნდეთ, იმიტომ რომ კმაყოფილება ხანდახან კომფორტის ზონას იწვევს. შესაბამისად, ცადეთ რომ კი, შეირგოთ, რასაც უკვე მიაღწიეთ, თუმცა არ შეწყვიტოთ განვითარება და ზრდა. აი არ დაკარგოთ სისტემატიურობა, რომელიც გიჭირავთ ამ პერიოდში, ხო? მუდმივად აკეთეთ და იყავით სტაბილურები ამ ნაწილში და მეტად უფრო მზარდები. იმიტომ რომ მხოლოდ ეს მოგცემთ კიდევ უფრო მეტ წარმატებას და მერე წარმოიდგინეთ როგორი ბედნიერი იქნებით, ხო? აღნიშნა კარგია, არ ვიცი, 2 დღე, 3 დღე. მერე უკვე საქმეს უნდა მივხედოთ, მეგობრებო. შეიძლება იყვნენ გარშემო ისეთი ადამიანები, ვინც არ გარგებდნენ აქამდე თქვენს წარმატებას, ხო, ეს რაღაც ხიჭვები შემოსული. ამიტომ იპოვოთ თქვენს თავში იმპერატრიცა. ნუ მიაღწევთ ყურადღებას ხიჭვებს, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ ვარდი ეკლებით უფრო ლამაზია ხოლმე. შესაბამისად ყურადღება მიაღწიეთ ამ წერტილებს, ხო? წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, საბოლოო ჯამში ეს არის თქვენი გაშლა ვარიანტი. შეირგეთ ეს ენერგიები, შემოიტანეთ და ჩატვირთეთ მთლიანად თქვენი აი ეს გაღვივებული ფემინური ენერგიები თქვენს სხეულში, თქვენს ცხოვრებაში და განაგრძეთ გზა განვითარებისკენ, იმიტომ რომ ეს არის საერთოდ მეფეხმლების, როდესაც ამ დასტაშია მომდის, აღვიქვავ ხოლმე როგორც რატომღაც ღმერთის ენერგიას, ამიტომ გეტყვით, რომ ეს არის თქვენი ღმერთის საჩუქარი, უმაღლესი მეს საჩუქარი. ეს არის საჩუქარი სამყაროსგან, იმიტომ რომ თქვენ ამას იმსახურებთ თქვენი შრომის შედეგად. ესე ჰაერიდან მეგობრებო, სხვადასხვა ებრაელებს ჰქონდათ ეგეთი რწმენა, რომ სხვადანერჩენი მუშაობს და მძიმე ჯაფის ფასად იღებს შრომის შედეგს, თუმცა ებრაელებისთვის ფული ხიდან ცვივაო. შესაბამისად, მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ხიდან არაფერი არ ცვივა, უბრალოდ ჩვენს პოტენციალს უფრო მეტად ვავითარებთ და ვიყენებთ შემდგომ ამას ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, შეიძლება იმის მიღწევაც, რომ ეს ყველაფერი წვალებით არ მოხდეს. უბრალოდ ზოგისთვის ასეა,
ზოგისთვის ისია ყველასთვის ყველაფერი ერთნაირად ფიზიკურად ვერ იქნება. ამიტომ ეს ნუ დაგაღვანებთ, თუ კი სხვასთან წარმატება მოდის შედარებით უფრო მალე და თქვენთან გვიანდება. თქვენც დადებთ აუცილებლად თქვენს შედეგებს. წარმატებები მეგობრებო და აბა დროებით. არ დაგავიწყეთ ამი კომენტარად, რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის და გამიზიარეთ თქვენი ისტორია და გამოცდილება, როგორ გათამაშდება ეს გაშლა თქვენთვის. მე მაინტერესებს თქვენი ესეთი კონკრეტული ისტორიები, იმიტომ რომ მეხმარება რაღაცა უკეთესად დავინახო ხოლმე მე ჩემი გაშლები. კეთილი. ეს ისე გადამიყირავდეს. არის ცუდი ასია. კარგი. აი ეგ დავდოთ. გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ ესეთი ციტრინის ქვა, კუშკი. ნახოთ რა ხდება თქვენთვის. რას აიღებს ეს პერიოდი თქვენგან მესამე ვარიანტი? რას მოიტანს თქვენს ცხოვრებაში? რა უნდა გაატანოთ ამ პერიოდს? რა ძალას მოგცემთ ეს პერიოდი? და მესიჯი ამ პერიოდის სულისგან თქვენთვის. კარგი. მოდი შევხედოთ რა ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი მჭიდრო დამომდის ხოლმე თქვენს გაშლებში მაღალი არკანები. აქ ასე მწკრივში თუ დააგვირდებით, სულ მაღალი არკანები გვაქვს, მზის და მთვარის ენერგიები და არკანის ზომიერება. კარგი, დავიწყოთ ახსნით. რას აიღებს ეს პერიოდი თქვენგან? წაიღებს პირველ რიგში დაგროვილ ტკივილებს, გადაღლილობას, თავდაცვას. შეიძლება იყავით პერიოდში აი რაღაცა თავდაცვის ინსტინქტები იყო მუდმივად გააქტიურებული, საბრძოლოდ იყავით მუდად მზად და ეს თქვენი მოჭიმულობა და დაძაბულობა, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გქონდათ და არ გაძლევდათ მოსვენებას, იხარშებოდით თქვენს შიშებში, თქვენს ტკივილებში, მუდმივად საბრძოლო და თავდაცვის რეჟიმში იყავით განწყობილები, აი ეს პერიოდი მიდის თქვენგან. რას მოიტანს ეს პერიოდი თქვენთვის? მოიტანს დასვენების შესაძლებლობას და უსაფრთხოებას. 4-იანი ხმლები ამ შემთხვევაში გვესაუბრება იმაზე, რომ თქვენ მოგეცემათ ადამიანური ძილის შესაძლებლობა, იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, მიხვდებით, რომ აღარავინ აღარ გებრიზოთ და შეგიძლიათ მშვიდად დაიძინოთ. მისცეთ თქვენს თავს დასვენების უფლება. აი ეს შემოდის თქვენს ცხოვრებაში, მეტი სიმშვიდე შემოდის, მეტი უსაფრთხოების შეგრძნება შემოდის, მეტი დასვენება შემოდის თქვენს ცხოვრებაში. აი თითქოს თავს იგრძნობთ სასიამოვნოდ დასვენებულად, ეს შფოთვაც გაივლის და თქვენ იქნებით კარგად. გულის უფრო მეტად დაგიმშვიდდებათ და თქვენს თავს აღდგენის შესაძლებლობას მისცემთ. რა უნდა გაატანოთ ამ პერიოდში ქარს და წყალს? ანუ აი ამ პერიოდს რა უნდა გაატანოთ? უნდა გაატანოთ არკანის ზომიერება. ანუ თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები, თქვენი ზედმეტი დროის წელვა, ზედმეტი
გმირის როლი ყველასთვის და ყველაფრისთვის და ამავდროულად აქ ვიღაცებს გქონდათ გადამრჩენლის კომპლექსი, რატომღაც ისე წამომივიდა ინტუიციურად, რომ თითქოს გეგონათ, რომ ყველა და ყველაფერი თქვენი პასუხისმგებლობაა და თქვენ უნდა გადაარჩინოთ ყველა. რაც ასე ნამდვილად არ არის. ყველას ფიზიკურად ვერ გადავარჩენთ მეგობრებო, ეს უნდა გავაცნობიეროთ. შეგვიძლია გადავარჩინოთ მხოლოდ ისეთი ადამიანები, ვისაც ეს თავად სურს. შესაბამისად კი, ხანდახან შეიძლება ჩვენ დავეხმაროთ თამაში, მაგრამ დათვური სამსახურის გაწევა არავისთვის არ შეიძლება და არც მოგცემს სამყარო ამის საშუალებას. შესაბამისად, გაატანეთ ამ პერიოდს თქვენი დუალური ნაწილი, ნახეთ რა საინტერესო კომბინაცია, იმიტომ რომ ეს შუაში ჩავდო. ნახეთ, აქ გვაქვს მთვარე და აქაც გვაქვს მთვარე, აქ გვაქვს მზე და აქაც გვაქვს მზე. თქვენ ცდილობთ, რომ მუდმივად ბალანსში იყოთ. თქვენ ცდილობთ, რომ მუდმივად სადღაც შუაში იყოთ გამოჭედილი, სულ ყველაფერი აკონტროლოთ, კარგიც, ცუდიც, ზედმეტი კონტროლი, ან ზედმეტი გაურებები, ხო? აღარ არის ეს საჭირო. ამიტომ ეს უნდა დათმოთ ჩემო ძვირფასებო. აუცილებელია ამის დათმობა. და რა ძალა შემოდის ამიტომ თქვენთვის, თუ კი თქვენ ამას გაატანთ ამ პერიოდს. შემოდის შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის შეგრძნება, ბედნიერების და ცხოვრებით თქმობის შესაძლებლობა. შემოდის ძალიან დიდი ენერგია თქვენში, თითქოს სიცოცხლის ხალისი გიჩნდებათ კიდევ უფრო მეტად და აღარ ახართ ხელმისაწვდომი გარე ნეგატივისთვის, თუ კი თქვენ აი ამის გაშვებას შეძლებთ. აი რაღაცა შინაგანი ცეცხლი იღვიძებს, საკუთარი სურვილები იღვიძებს და იღვიძებს მე რა მინდა, მე რა მაბედნიერებს ეს ენერგიები, ხო? აი ამ ძალას და ენერგიას შემოიტანს თქვენში ეს პერიოდი, სიხალისეს, თქვენში შემოდის სიცოცხლის ძალა, სიცოცხლის უნარიანობა, სიხალისე შემოდის, ძალა გაქვთ იყოთ ბედნიერი და წვრილ-წვრილმა ნეგატივებმა აღარ შემოიტანოს თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ესეთი ხიჭვები, ხო? ამიტომ გაიშვით აი ამ წერტილებს, ყველაფრის კონტროლს. სულის მესიჯი, ამ პერიოდის სულის მესიჯი თქვენთვის არის ის, რომ თქვენ ძალიან დიდხანს იყავით თქვენი ილუზიების ხაფანგში. კი, თავის დროზე იყო პრობლემები გასაგებია, თუმცა თითქოს თქვენ გააგრძელეთ ამ პრობლემით ცხოვრება თქვენს გონებაში. ნახეთ როგორი არკანია. მთვარის არკანი გვესაუბრება იმაზე, რომ თქვენივე წარსული ხდება თქვენი ციხე გონების, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას იყოთ ბედნიერ. შესაბამისად, გონებიდან თითქოს ყველაფერს გარეთ რაც ხდებოდა, აღიქვავით, რომ ეს არის იგივე ტკივილი. ესეც უნდა ვაკონტროლო, ესეც უნდა დავიჭირო, ესეც უნდა ამასაც უნდა გავუმკლავდე. რეალურად გჭირდებოდათ უბრალოდ გაცნობიერება. ეს სული გეუბნებათ იმას, რომ თქვენს თავში ჩაღრმავება და თქვენს სიბნელეებში ხეტიალი კარგია, მაგრამ ეს დიდხანს არ უნდა გრძელდებოდეს, ამას უნდა გააჩნდეს დასასრული. თორემ ეს გაგრძელდება შესაძლოა მთელი ცხოვრებაც კი. ამიტომ ნუ მოექცევით საკუთარ თავს ასე და დაინახეთ თქვენს ცხოვრებაში ის ბედნიერი წერტილები, რომელიც რეალურად ხდება. რამდენ რაღაცას გაუმკლავდით ეს დაინახეთ და ნუ უკარგავთ ამას თქვენს თავს მუდმივად ნეგატივზე ორიენტირით. აი ეს მესიჯი იყო თქვენთვის. წარმატებებს გისურვებთ ჩემო ძვირფასებო. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ძალიან გამიხარდება კომენტარების ველში თუ დამიტოვებთ თქვენს ისტორიას, როგორ რეზონირდა ეს ყოველივე თქვენთვის, იმიტომ რომ ეს მეხმარება მეც უკეთესად გავიგო და დავინახო ვიმიყურებთ. რომ ასე რომ ვთქვათ, შევხედო რამდენად რეზონანსული ენერგიები გვაქვს ერთმანეთთან და გამიხარდება ასევე თუ კი დამიწერთ იმ საკითხებს, რაზეც გაშლოს ისურვებთ ზოგადად. აუცილებლად შევასრულოთ თქვენს სურვილს, თქვენი მოთხოვნის ამებრ. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით.